კიდევ ერთხელ მოგესალმებით 17 საათზე პირდაპირ ეთერში საინფორმაციო გამოშვება მაცნებ ბრუნდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის გამოწვევა მიიღო დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ის გიორგი მარგველაშვილს საკანონმდებლო ორგანოში მასპინძლობისთვის მზად არის. პრეზიდენტმა პარლამენტში შეხვედრა გუშინ საქართველოს მთავრობაში განვითარებული პროცესების შემდეგ მოითხოვა. მარგველაშვილმა ქვეყნის მთავრობასა და პარლამენტს მიმართა და მთავრობის უახლოეს სხდომაზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოსთან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის განხილვა მოითხოვა. ხსენებული საკითხის განხილვას დავესწრები მე და უშიშროების საბჭოს მდივანი. აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. პალესტინის პრეზიდენტის საგანგებო მიმართა როგორ იქნება? მე მიმართავ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს. საქართველოს მთავრობის უახლეს სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოსთან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ხსენებული საკითხის განხილვას დავესწრები მე და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. აგრეთვე ვთხოვ საქართველოს პარლამენტს, რომ უახლოესი პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა პარლამენტისა და ქართული საზოგადოებისადმი. მე პირადად როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ვემზად ვარ უმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის შენობაში და ვისაუბროთ ამ თემაზე. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, ანუ პარლამენტის პლენარულ სხდომას, აქ კონსტიტუციით და კანონით დადგენილია ძალიან კონკრეტული პროცედურები და მექანიზმები და მე ვისურვებდი, რომ სწორედ ამ მექანიზმებით და კონკრეტული პროცედურების მიხედვით მოხდეს ყველა შემოთავაზებაც და გადაწყვეტილების მიღებაც. პალესტინის პრეზიდენტ